მასშტაბები რო გავიგოთ, რამხელა არის ტრამპა პირდაპირ განაცხადა, რომ ხალხი დაიღუპება, ანუ იქნება კონკრეტული ამერიკელებიც დაიღუპება, რომელიც მიერებად შერაცხა წინას. შესაბამისად, ეგ მასშტაბი უკვე რო გაცლებით მაღალია, ვიდრე მაგალითად წინა წლის ომი, ეგ ნათლად ჩანს და მოდი ვნახოთ ეგ ვიდეოც. Military on earth even close to its power, strength or sophistication. My administration has taken every possible step to minimize the risk to U.S. personnel in the region. Even so, and I do not make this statement lightly, the Iranian regime seeks to kill. The lives of courageous American heroes may be lost and we may have casualties. That often happens in war. But we're doing this not for now, we're doing this for the future. ესე იგი, ტრამპი ამბობს, რომ ჩვენ ყველა თავიდან ამბობს, რომ ჩვენ ყველა ძლიერი სამხედრო ძალა გვყავს, ასევე, შემდეგ ამბობს, რომ ირანი ეძებს მკვლელობას, ანუ სიკვდილს ეძებს, იდეაში თუ მაგ კუთხით შევაფასებთ, პირველი ამერიკის ერთმა შეუტია, ეგ ძალკე საკითხი არის და მე ამბობს, რომ ომი არის და შესაბამისად ვინაიდან ომი არის, ხალხი აუცილებლად დაიღუპება, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შევამციროთ იმის ალბათობა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპონ, მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ იქნება ამერიკელებში მსხვერპლი და სხვათა შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ 200-მდე, ჯერჯერობით მხოლოდ ირანთან დაახლოებული მედიები ავრცელებენ, რომ 200-მდე ამერიკელი უკვე დაიღუპა, თუმცა ჯერ მოვლენებს უნდა დაველოდოთ, იმიტომ რომ აიათოლაზეც ამბობენ, რომ უკვე პოტენციურად შეიძლება მკვდარი იყოს, ასევე მის ირანის პეზეშქიანზე, რომელიც ირანის პრეზიდენტია, შეიძლება ის უკვე ლიკვიდირებული იყოს, მაგაზე ჯერ ბოლომდე არ არის გავრცელებული ინფორმაცია, ანუ დაუდასტურებელი ინფორმაცია, მაგალითად ისრაელის მე-12 არხი ამბობს, რომ ლიკვიდირებულია, თუმცა აგერ საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანის განაცხადა, რომ არ არის ლიკვიდირებული. ომის დროს ყოველთვის ბევრი პროპაგანდისტული განცხადებები იკეთდება, რომელიც აწყობს ორივე მხარის პროპაგანდას. ისეთ განწყობებმა შეიქმნას, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეხლა მორალური ზიანია ეხლა თუ მაგალითად ხელა მასშტაბის ქვეყანაზე ლიდერი თუ პირველივე დღეს ასე რომ ვთქვათ მორალური ბურჯი თუ არის რა დარტყმას აიათოლა ხამეინი მაშინ ნახეთ დღეს დაახლოებით 10 საათი იყო თუ არ ვცდები მოულოდნელად დაარტყა ამერიკამ ხო ეგ მოსალოდნელი იყო ასე ვთქვათ ამ ხელა ჯარი რომ მიაყენა რომ დარტყმა მოხდებოდა კი ბატონო და ეს დარტყმა რაც იყო ესე დღისით განხორციელდა და მოულოდნელი დარტყმა ჩემი აზრით ინფორმაცია ექნებოდათ რაღაც სერიოზული შეხვედრაზე რა ირანის ლიდერების ეხლა ის რომ იქ ყველა ლიდერი იქ იმყოფებოდა და ყველა გარდაიცვალა ეგ რა თქმა უნდა ნაკლებად შეიძლება იყოს სიმართლე და თვითონ არც ლაპარაკობენ რომ აუცილებლად მოუკალითო ეს ალი ხამეინი ხო აუცილებლად მაგაზე არ საუბრობენ მაგრამ არ არის გამორიცხული რომ ასე ვთქვათ ვიღაცის ლიდერები თუნდაც პრეზიდენტი შეიძლება მართლა გარდაცვლილი იყოს ვახსენოთ წინა დღეს იყო შეხვედრა ასე ვთქვათ ირანის წარმომადგენლებსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის უტკოპს შორისაც იყო სადაც გავცენა ინფორმაცია თითქოს რაღაცეები უზარმაზარი რაღაც პროგრესი მიიღწა მაგ იმაზე თავიდან ეგრე გავცედა და შემდეგ უკვე გავცელდა რომ ირანი არ თუ ისე არ დათანხმდა იდეაში ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნებს და მაგას მოყვა, თუმცა ვინაიდან ჩვენ მაგას ვარაუდობდით, რომ ვინაიდან ამხელა კონტინენტი მიაყენა ამერიკის შეერთებული შტატებმა ზოგადად რეგიონში და ირანს, მათ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, რომ ეგ არ მომხდარიყო. მოდი ვნახოთ ახლა ვიდეო აიათოლას და ასე თქვა ირანის პრეზიდენტი რო ცოცხლები არიან საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, შემდეგ უკვე კონკრეტული კადრებიც ვანახოთ, როგორ ბომბავენ გინდა ისრაელი და გინდა ირანი ერთმანეთს და ირანი არა მარტო ისრაელს, არამედ მთელ 8 ქვეყანას. ჯერ ვნახოთ ეს ვიდეო. Actually, I appreciate your comments there, and we do have a series of other questions I want to ask you. But just for clarity for our audience right now, can you confirm with specificity that the Ayatollah Ali Khamenei is alive, and separately that the Iranian president is alive right now following these American and Israeli strikes? As far as I know, yes, they are alive, and the head of judiciary as well, the head of the Speaker of Parliament as well, all high-ranking officials are alive, and the secretary of the National Security Council. So everybody is now in its position and we are handling this situation and everything is fine.
Actually, I appreciate. თავიდან მადლობას ვუხდის, მონაწილეობისთვის და შემდეგ ჟურნალისტი ეკითხება, რომ ცოცხლები არიან თუ არა, აიათოლა და ასევე მისი პრეზიდენტი და ის ამბობს, რომ მე სანამდეც მაქვს ინფორმაცია, ისინი ცოცხლები არიან, არა მარტო მათ ჰქონდათ კომუნიკაცია სხვადასხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და ასევე პარლამენტთან და გარდა ამისა, თითქმის ყველა მაღალი რანგის, ასე ვთქვათ, მაღალჩინოსანი, ასევე ცოცხლები არიან და ისინი აქტიურად მუშაობენო. მოდი აი ცოტა შეფასება ვთქვა და შემდეგ ის კადრებიც ვანახოთ, რომ შეფასება არის შემდეგი, რომ წინა წელს ჩვენ გვახსოვს, რომ როგორც კი ისრაელმა განახორციელა ძალიან სერიოზული თავდასხმა, ძალიან მაგრა დაგეგმილი იყო ყველაფერი, ერთი დღე დასჭირდა, თითქმის არ ვიცი, როცა დილას დაარტყა, თითქმის თლიანი დღე დასჭირდა, რომ საპასუხო ცეცხლი გაიხსნა, მაგრამ აქ მოხდა სხვანაირად. როგორც კი გაიხსნა ცეცხლი დაახლოებით 2 საათში, შეიძლება 2 საათის არ იყო საჭირო, რომ უკვე მოხდა თავდასხმა და ეგ ძალიან სერიოზული სხვათა შორის საბა გარდა იმისა, რომ მეორე ომისთვის უკვე რა თქმა უნდა სერიოზული სხვანაირი მზადება დაიწყება და აქ მზადებისთვის კიდევ ერთმა ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. ეს იყო ბოლო დროს ირანში განვითარებული მოვლენები, აქციები მაქვს ხედველობაში, როდესაც მომიტინგეები აპირებდნენ რამდენიმე 100,000 რამდენი ადამიანი იყო გამოსული ქუჩაში მთავრობის დამხობას და ზუსტად ესეთი მომენტები მართველ ძალას, მით უმეტეს ისეთ ძალას, როგორიც არის ირანის რევოლუციური რესპუბლიკის გუშაქთა კორპუსი, აძლევს შესაძლებლობას, რომ განახორციელოს წმენდა. ჩვეულებრივ ენაზე რაც ბაჰრეინის კადრები, მაგალითად ეს ახლა უახლესი კადრები არის, მოდი ვნახოთ ეს ვიდეო. აი თავიდან ჩავთოთ. ეს დრონი არის, ხო ალბათ? ხო, მაგალი ის. აი ეს ცხოვრებული გონს. ეს ეხლა არის შედარებით ასევე ამ ბაჰრეინი ამერიკის ბაზის დაბომბვა არის ეს კადრები ეხლა რასაც გავუსმევ ესეც ახლანდელია აი ასევე ირანი ბომბავდა ძალიან ირანი კი არა ამერიკა და ისრაელი ბომბავდა ძალიან აქტიურად ირანის დასავლეთ ნაწილს მანდ ნუ როგორც ჩანს იქ საკმაოდ სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემები ქონდა ირანს და სავარაუდოდ მაგ მიზრით ბომბავდნენ ნუ ეგეთი ყოველ შემთხვევაში ეგეთი ასე ვთქვათ ინფორმაცია ვრცელდებოდა ბარემ ვნახოთ ეგ კადრებიც شماسا شهرک پردیس چند تا جنگنده به سرعت اومدن زدن و رفتن صداهای خیلی وحشتناکی اومد ну მოსახლეობაშიც საკმაოდ როგორც გადავხედე არის მსხვერპლი განსაკუთრებით და ირანშიც წავიკითხე ერთ-ერთი სკოლა დაბომბეს სადაც გოგონები სწავლობდნენ და 60-ზე მეტი მოსწავლე გაიზარდა ეგრეთ წვილი. ხო, ნელ-ნელა იწდება. ანუ ესეც რაღაც მასშტაბზე გვეუბნება, რომ ეს ომი არ იქნება იმ მასშტაბის და იქნება უფრო იმაზე დიდი მასშტაბის, ვიდრე წინა ივნისის ომი იყო. ну, ერთი რაც გადაწყვეტილად შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ირანმა ეს პერიოდი, ანუ წინა წლის ივნისიდან დღემდე გამოიყენა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ასე რომ ვთქვათ, მომზადებული იყო ამ პოტენციური შეტევისთვის, ხო, იგივე რამოდენიმე საათში დაახლოებით 7 თუ 8 ქვეყანაში ახლო აღმოსავლეთში ბაზებზე შეტევა, თან პარალელურად როცა შენ გიდევს, ხო? ეს უკვე იანიშნებს იმაზე, რომ სერიოზულ ძალასთან გვაქვს აქ საქმე და აბსოლუტურად უსაფუძვლოა ის ჩვენის, რა ქვია, სხვადასხვა ტელეგადაცემებიდან და პოდკასტებიდან გავრცელებული მედასავლეთ რიტორიკის ხალხის მიერ გავრცელებული აზრები იმის შესახებ თითქოს ირანი რა ქვია ჩამორჩენილი ქვეყანა, ტექნოლოგიები არ არის განვითარებული და რა ქვია და მეორე მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ხალხის განწყობების შეფასება მედასავლეთების მიმართ როგორ ხდება, რომ იქ ხალხი თითქოს ხალხის უმრავლესობა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილს სურს რომ დაიშალოს ეს დღევანდელი მთავრობა ჩამოშორდეს ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენ ბოლოდროინდელ წეღან საუბრობდი ამაზე და ახლა გავაგრძელებ ამას, რომ ბოლოდროინდელმა ვითარებებმა და იმ გარემოებებმა, რაც ჩვენ ვიხილეთ, აქციები მაქვს ხედველობაში, დაგვანახა, რომ თლად ისე არ არის საქმე, როგორც მაგალითად ჩვენს მედასავლეთებს გონიათ. კერძოდ, ის მაქვს ხედველობაში, რომ აბსოლუტურად დიდი უმრავლესობა არის პროსამთავრობო პოზიციის.
და ფაქტიურად ეს ამ აქციების ლიკვიდირებაც ისე მოხდა, როგორც ეს თვითონ ირანის ხელისუფლების მეთოდებს შეეფერება, ხო? შეიძლება ჩვენ ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩაახშეს ეს და გავაგრძელებ იმას, რომ ესეთი სიტუაციები, ესეთი ხდომილებები ყოველთვის არის შანსი, რომ ასეთმა სახელმწიფომ გამოიყენოს ინსტრუმენტად შიდა წმენდისათვის. რადგან ასეთ ვითარებებში ჩანს ვინ არის. ბოლოს და ბოლოს. მაგრამ მაგათაც ვერ ვიტყვით, რომ გადამწყვეტად ეგრე შეიძლება დასრულდეს, რომ მოდი კიდე არა. ნუ ის აქციები ჩაახშეს, ეგ ფაქტია, მაგრამ თავრობის შეცვლა ვერ მოხდა ფაქტია. ეხლა ამერიკას და ისრაელს რა გათვლა შეიძლება კონდეს, ხო? მათ შორის ერთ-ერთი გათვლა არის იმაზე, რომ ისეთი დარტყმა მიაყენოს ირანს, რომ შემდეგ რეჟიმი ჩამოიშალოს და იმ ხალხმა აიღოს, ასე ვთქვათ, ძალაუფლება ხელში, ხო? გასაგებია ეგ ზურა, მაგრამ მეორე საკითხი ხება იმას, აი ჩვენ ტრამპის განცხადებასაც მოусმინეთ. ანუ იდეური საფუძველი ამ ომს უკვე აღარ აქვს. ჩვენ შევატყობდით რიტორიკას. თუ წინ მაგალითად, აი მოვიყვანოთ მაგალითი 90-იანებში და 2000-იანების დასაწყისში ახლო აღმოსავლეთში ამერიკის მიერ გაჩაღებული ომის იდეური საფუძველი რა რიტორიკით ფორმდებოდა, რომ ეს არის ბნელეთის რელიგია, ისლამი და იქ რეიგანის რიტორიკას რო გავიხსნათ და მე ჯორჯ ბუშის რიტორიკა, რომ ჩვენ უნდა შევიტანოთ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და დღეს უკვე ვაკვირდებით, რომ ეს რიტორიკა აბსოლუტურად შეკვეცილია. დღეს უკვე აღარავინ საუბრობს, რომ ირანში მაგალითად რაღაცა საზღვათაშორისო მითითებები ხდება, რომ იქ რაღაცა იქ და აიათოლების რეჟიმმა დაუხო თავისუფლება არ არის და ქალების თავისუფლება და ამავდროულად, მაგრამ ასეთი მასშტაბის აღარ არის ის იდეური საფუძველი. შესაბამისად, რადგან ომს იდეური დასაბუთების ხარვეზები აქვს და უფრო მეტი აპელირება ხდება იმაზე, რომ აი რატო ხა შენ იარაღის ქონის უფლება და ბალისტიკური რაკეტების ქონის უფლება არ აქვს, მაშინ ეგ უკვე ხარვეზია. იმიტომ რომ ეხლა ხალხში განწყობებზე ვერ მოქმედებს ეგ. ხალხი ფიქრობს, რატო არ შეგვიძლია გქონდეს მაგალითად ბალისტიკური რაკეტების. მეორე საკითხია ის, რომ ხალხმა შეიძლება მიიღოს ის რიტორიკა, რომ ჩვენ აი თავისუფლება, კაი, უწინ შეიძლება და მიეღოთ ეგ და მუშაობდა ეგ პრინციპები, ესეთი იდეური საფუძვლები. მაგრამ დღეს ეგ რიტორიკა აღარ მუშაობს უბრალოდ. ხალხი რწმენა აღარ არის იმისა, რა ქვია, იქ დემოკრატია და ამ ყველაფრის უკან რო ძალმომრეობის ინტერესები დგას, ეგ ყველამ დაინახა. მოდი, რამდენი აღარ მუშაობს ეგ ყველაფერი. ფაქტი არის აღსანიშნავი. ამიტომ იდეური ხარვეზიც ერთ-ერთი ფაქტორია ის, რის გამოც ეჭვი შეიძლება შევიტანოთ იმაში, რომ ეს ოპერაცია მაყურებელმა ნახოს, სურათი გამოვიტანოთ. ეს არის დაახლოებით ის ტერიტორიები, ნუ ის ადგილები, სადაც ირანმა განახორციელა დარტყმები, ნუ აქ ერაღზე არ არის, მაგრამ ნუ დანარჩენი 7 ქვეყანა არის მოცემული. გარდა ამისა, გავრცელდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს არის ჰორმუზის სრუტის დაკეტვა, რომელზეც გადის დაახლოებით 20-დან 25%, შეიძლება უფრო მეტიც დაახლოებით, ნუ 20% თქვა, ეგეც საკმარისი არის ნავთობის და გაზის ძალიან დიდი გემები მოძრაობენ, აი მოიცა გამოვიტანოთ ეს ეკრანზე, სურათი გავხსნათ. სადაც ძირითადად არაბული სახელმწიფოებიდან გადის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნავთობისა და ნავთობი ძირითადად და ეს ირანი ესაზღვრება ამ ყველაფერს და ირან შეუძლია ირანსა და ომანს შორის არის ეს სრუტე. და უკვე ირანმა გამოაცხადა, ყოველ შემთხვევაში ფაქტობრივად დადასტურდა ეგ ინფორმაცია, რომ ირანმა გადაკეტა ჰორმუზის სრუტე და ფაქტობრივად საკმაოდ სერიოზული კრიზისი შეიძლება შეიქმნას აქედან გამომდინარე, ვინაიდან ჯერ ერთი ბევრი ქვეყანა პოტენციურად ნავთობს და ენერგიას ვეღარ მიიღებს. გარდა მაგისა, გაზდის ეგერთი და მეორე საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნას საკმაოდ ბევრ ქვეყანას და მაგრამ აქ კიდე ერთი საკითხი არის, რომ რამდენად აქვს ირანს იმის საშუალება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გადაკეტოს, იქ შეიძლება რაღაც არ ვიცი, ნაღვები და ისა წყალქვეშა ნაღვები დაამაგროსა და დაშენებთ, თუმცა ამერიკას იმის საშუალებაც ექნება, რომ ეგ საბოლოო გრძელვადიან პერსპექტივაში, ასე ვთქვათ, განაღმოს ეგ მდგომარეობა. ეს მეორე სურათიც გამოვიტანოთ უკეთესად, რომ აღიქვას მაყურებელმა, აი აქ გადის დაახლოებით ჰორმუზის სრუტე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ის თუ გადაიკეტა, საკმაოდ დიდი კრიზისი იწყება მთელ მსოფლიოში და ფაქტობრივად დაწყებულია. გარდა ამისა, იქ ევროპელებიც მარტო ის ხო არ არის, რა ქვია, ევროპელებმა მაკრონმა გააკეთა განცხადება, რომ საკმაოდ სერიოზული ესკალაცია და მშვიდობის გლობალური მშვიდობა დასრულებული იქნება, მაგრამ ეს იქნება კონკრეტული
კონკრეტული მოქმე მოვლენა, რომელსაც იგრძნობს ძალიან ბევრი ქვეყანა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის ჰორმუზის სრუტეზე ამ მიმართულებით დამოკიდებული და შესაბამისად ეგ თუ აფეთქდა ეგ რეგიონი და ირანმა მოახერხა მეტნაკლებად მაგ სრუტის ასე ვთქვათ დახურვა, საკმაოდ სერიოზული პრობლემები იქნება. გარდა მაგისა, მოდი ახლა ვნახოთ სხვადასხვა კიდე დაბომბვები, მაგალითად დუბაის აეროპორტი ვნახოთ, რომელიც დაიბომბა ირანის მიერ. არა, ეს უფრო სწორად წამით. ეს არის, როდესაც დაიწყო ბრძოლა ამერიკასა და ირანს და ისრაელს შორის, ხალხი მიაწყდა დუბაის აეროპორტს, თლიანი ბევრი აეროპორტი დაიხურა, ბევრი ქვეყანამ დაკეტა საჰაერო სივრცე. ასევე გვაქვს დუბაის დაბომბვის კადრები, მოდი ეგეც ვნახოთ, ეს არ თუ ისე დიდი ხნის წინანდელია. პარევ ნახოთ კიდე რამდენიმე აგერ არის ისრაელის დაბომბვა. ასევე ირანმა გაუშვა, იქ ეწერა ჰიპერგერითიო, მაგრამ რამდენად ჰიპერგერითია მე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაცილებით მაღალი კობინებით აქვს. კი ბატონო, გაცილებით მაღალი, ასე ვთქვათ, უფრო სერიოზული იარაღი არის და მოდი ვნახოთ ეგ ვიდეოც. ფათაჰის ტიპის ირანის ეს არის ფათაჰის ტიპის ჰიპერგერითი რაკეტა ეგრეთ წოდებული და ირანის ეს იმეკობინებით არის აღჭურვილი და ასე რომ ვთქვათ, ომი არის ფაქტობრივად სიკვდილის სიცოცხლის საკითხი, ხო? ეს არ არის, ვთქვათ, შტატებისთვის არ არის, ხო, მსგავსი ტიპის. შეიძლება რეპუტაციული მხრივ იყოს, იმიტომ რომ თუ მათ მიზანს ვერ მიაღწევს რეპუტაციულ დარტყმას მიიღებს. მაგრამ აი საფუძველზე რო ვისაუბროთ, თუ დააკვირდებით განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაცია, ამ იდეურ საფუძველს არც კი ეძებს რეალურად იგივე ვენესუელასთან მიმართებაში, როცა პრეზიდენტი გაიტაცეს, იგივე გრენლანდიასთან მიმართებაში, როცა ამბობს, რომ გრენლანდია ჭირდება, საერთოდ არ აინტერესებს იდეურ საფუძველი. მისთვის არის პრაგმატული მიზანი, რომ რაღაცა, თქვა, ტერიტორია ჭირდება, აიღებს. ეს ერა დამთავრდა, რომ რაღაცა იდეურ საფუძველს გააკეთებენ, პლუს ისეთ რაკეტებს გააკეთებენ, რომელიც ჩვენ მოგწუდება, ამიტომ ეგ არ უნდა დაუშვათ ჩვენ. ეგ რიტორიკა აქვს, იდეის რიტორიკა აქვს, რომ ირანელები ცუდი ხალხია და ამერიკელებს აკავებდნენ და ეს აღარ უნდა მოხდეს. უნდა აღკვეთოს მათი რიტორიკით ირანის მომავალი ქმედებები. და მათ შორის ახლა ირანი თუ მომზადებული დახვდა ამიერის, ხო? ამერიკელებიც და ისრაელიც გასაგები იყო ეს ყველაფერი და თვითონაც მომზადებულებმა დაიწყეს მათ შორის, ხო? სანამ ეს ოპერაცია დაიწყებოდა, მანამდე ხო ვნახეთ ჩვენ რა დონის იარაღის მობილიზება მოხდა ირანის გარშემო და პლუს ამას ანტისარაკეტო სისტემების დამატება მოხდა, ეს რაც დაბომბა ახლა ირან ბაზები, მან ქალაქებში, ისრაელში, პლუს გემები რაც შევიდნენ, ხო? იმ გემებზეც ეს ანტისარაკეტო სისტემები, რომელსაც უნდა გადაჭრას სიდიაში ირანის რაკეტები. ხო და ამისთვის ამერიკელებიც ასე ვთქვათ იწილად მზად იყვნენ, მაგრამ ხედავთ, რომ ასევე ბევრი გადის, ასე ვთქვათ, ყველა რაკეტა რო გადაჭრან, ეგ შეუძლებელია. ეგ არ არის რაღაცა უბრალო დრონები, რომელსაც მარტივად ჩამოაგდებენ, თუმცა ის დრონებიც გადის. შაჰიდები წარმატებით მუშაობს, იმიტომ რომ შაჰიდმა გაანადგურა ის, რა ქვია, ეს რადარი, მილიარდის ღირებულების რადარი გაუნადგურეს ამერიკელებს. და სხვათა შორის შაჰიდმა გაანადგურა, როგორც ვიცით. თუმცა აი ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება ძალიან რთულია და უფრო მაღაზე იხარჯება როგორც ჩანს. მოდი აი ეს ყატარში ძალიან სერიოზული დარტყმა განხორციელდა ირანის მხრიდან, სადაც როგორც კი გამახსენებთ, დაახლოებით როგორც ვრცელდება ინფორმაცია 2013 წელს განთავსებული იყო ეს რადარი, რომელიც დაახლოებით მილიარდი დოლარი ღირს, რომელიც გაანადგურა ირანმა. მოდი ვნახოთ ეს კადრები. مسيرة يا شباب مسيرة شاهد مسيرة اضرب 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 აი, საკმარისია და მაშინ რო ვახსენე, აი აეროპორტი, ქუეთის აეროპორტის დაბომბვა განხორციელდა ასევე და მოდი ბანემ ეგეც ვნახოთ.
الآن كانت في بداية აი თავიდან გავუსვათ. الآن كانت في بداية ხო. მოკლედ ესკალაცია იწევს მაღლა. ანუ ესეთი ესკალაცია, ყველა მახსენა, ყველა მხარემ რომ ეს არ იქნება რაღაც რამდენიმე საათიანი შეტაკება და მე მორჩება. იმის ვარაუდი რამდენი ხანი გაგრძელდება საკმაოდ რთული არის მაგ სათქმელად. მე ცოტა მგონია ეხლა რომ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი არ ელოდა ესეთ სწრაფ პასუხს ირანისგან. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი ვარაუდია, იმიტომ რომ მე რასაც უყურებ, ტრამპი მხოლოდ იმასთან ხდება, რაც ზუსტად იცის, რომ გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ რისკები იცოდა მან და ასევე გავცედა ინფორმაცია, რომ სანამ დაარტყავდა რისკები საკმაოდ კარგად იყო მისთვის ცნობილი, მაინც გააკეთა, რაღაცა ხელჩასაჭრელი უნდა ქონოდა, ვინაიდან ტრამპი ყოველთვის მოქმედებს, მარკეტინგი ძალიან უყვარს ტრამპს. შესაბამისად, რაღაცა ხელჩასაჭრელი მაგ მიმართულებით უნდა ქონოდა. თუმცა, ირანი ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მოცემულობით საკმაოდ სერიოზული დარტყმები განახორციელა. რა თქმა უნდა, ირანმა გაცილებით დიდი ზიანი მიიღო, იმიტომ რომ ეხლა მათ შორის ეხლა ეს ბოლო პერიოდია ირანმა რომ პასუხი გასცა, ეხლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი აქტიურად ბომბავს ირანს. საერთო ჯამში რა თქმა უნდა ირანი გაცილებით მეტ ზიანს მიიღებს, თუმცა ის რომ პასუხი ვერ გასცა ირანმა ამერიკას და ისრაელს ეგრე არ დგას საკითხი და დანარჩენს უკვე დრო გვიჩენებს როგორ გაგრძელდება. ერთი ის არის JD-1-ს მახსენა რამდენიმე დღის წინ რომ გრძელვადიანი კონფლიქტი გამორიცხულიაო. ანუ ეგ გასაგებია რომ თვეები და წლები არ შეიძლება არ გაიწელოს, მაგრამ ყველა ეცდება, მათ შორის რუსეთიც, სხვადასხვა ქვეყნები, რომელსაც დიდად ამერიკა გულზე არ ეხატებათ, რომ ჩაითრიოს. რაც მომხდარა ადრეც ეგ მოვლენები, შესაბამისად მაგას უნდა დაველოდოთ მაგ პროცესებს, როგორ განვითარდება მოვლენები და მათ შორის ერთი საინტერესო ისა საგარეო საქმეთა მინისტრის ირანის ვიდეო გვაქვს, სადაც ამბობს ამერიკა ჩართო ვიღაცამ ომშიო, აქ ისრაელი იგულისხმება, უბრალოდ მათ კიდე მირშაიმერის წიგნი არის, რომელიც დაწერა ერაყის ომზე. იქ კიდე ბევრი რაღაცა არის, მაგრამ იქ არის ერთი მონაკვეთი, სადაც ესე იგი მირშაიმერი ამბობს, რომ ერაყის ომი იმიტომ დაიწყო დიდწილად, რომ ისრაელის ლობი აქტიურად მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2003 წელს. ავღანეთი, იქ გარდა ფსიქოლოგიური იმისა 2001 წელს ძალიან მარტივი გამარჯვება მოიპოვა ავღანეთში და მე უკვე 2003 წელს ისრაელის ლობი და ეს ემოციური აღტკინებამ განაპირობა ამის დაბომბვა და ბანე მე ვიდეოც ვნახოთ, ვინაიდან გვაქვს და უკეთესი აღქმა შეიქმნება ზოგადად რა ხდება და რა ასე ვთქვათ რიტორიკები ვრცელდება გინდა ორივე მხრიდან და შემდეგ უკვე გავაგრძელოთ საუბარი. Perhaps, it was others who dragged the United States for their own benefits into this, conflict. ხო, ანუ აქ ამბობს, რომ ალბათ შეიძლება ვიღაცამ ჩართო ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესების სანაცვლოდ ამ კონფლიქტშიო. ყოველ შემთხვევაში ცხადი არის, აქ ისრაელი იგულისხმება და საკმაოდ დიდი დაპირისპირება აქვთ ისრაელს და განსაკუთრებით 1979 წლის შემდეგ და კიდე ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა არის გამდიდრებაზე, საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს დღევანდელი ვიდეო არის, სადაც არავითარ შემთხვევაში არ შეაჩერებს ურანის გამდიდრებას ირანი და მაგაზე არ დათანხმდება, თუმცა ეს მხოლოდ უნდა იყოს მშვიდობიანიო, მაგას ამბობს და ბანე მე ვიდეოც ვნახოთ. Well, on our nuclear program, we made it clear for the American team that we are prepared to do everything in order to prove that our nuclear program is peaceful and would remain peaceful forever. What we are not prepared for is to give up our right. We are not giving up our right, including for enrichment, but we are ready to build confidence on our nuclear program. ესე იგი, ეს ადამიანი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს, რომ საერთოდ გამდიდრება შეწყდეს, ეს უნდა იყოს, ასე ვთქვათ, მშვიდობიანი გამდიდრება, თუმცა ჩვენ არა ვართ მზად, რომ დავთვალოთ ჩვენი უფლება, რომ ასე ვთქვათ, შევაჩეროთ ეს გამდიდრება ამ მიმართულებით, შესაბამისად, ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს,
ირანი არ აპირებს, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნებზე დათანხმებას მაგ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ აქედან გამომდინარე ყველაფერი ერთად რო შევკრიბოთ, ვინაიდან ირანი არ თანხმდება საკუთარი გამდიდრებული ურანის გატანაზე ქვეყნიდან, არ თანხმდება იმას, რომ ბალისტიკური რაკეტების წარმოება შეაჩერებს და კიდე სხვა მოთხოვნებს არ თანხმდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს კონფლიქტი რამდენიმე დღე მინიმუმ გასტანს. თუმცა მერე რა იქნება და შეიძლება გაცილებით დიდხანს გასტანოს და ვარაუდობ, რომ ირანს ასე ვთქვათ, უკან დასახევი გზა არ აქვს ირანს, ეგ ცხადია, ხო? ანუ თუ ფაქტობრივად დათანხმდა შტატების და შტატები, მე არ მგონია, რომ თუ ირანი დათანხმდა, ვთქვათ, ბირთვული პროგრამის რაღაცა შემცირებაზე ან დასრულებაზე, არ მგონია, რომ შტატების მოთხოვნები მათ გაჩერდეს, იმიტომ რომ ერთ-ერთ გამოსვლაში ტრამპი ამბობს, რომ ირანის საზღვაო ძალების განადგურებაც უნდა და ნელ-ნელა ეს მოთხოვნები ირანის მიმართ გაიზრდება, რომ მაქსიმალურად მისი სამხედრო პოტენციალი შეკვეცოს და რა თქმა უნდა ეს ირანმა იცის. ამიტომ ცდილობს, რომ არ დაიხიოს უკან. სხვათა შორის, ახლა ვნახე თურქეთის პრეზიდენტმა უფრო, ასე რომ ვთქვათ, ირანის მხარე დაიკავა და თქვა, რომ ჩვენს მეზობელ ირანზე ნეთანიაჰუს პროვოკაციების შემდეგ დაიწყო რეალურად თავდასხმები. ხო, მოდი ჩვენს რეგიონსაც შემთხვევითი აბსოლუტურად არაა, რომ თურქეთი მაინც და მაინც მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოა და ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, ირანთან ნეიტრალურ პოზიციას რო იჭერს და პირიქით პროირანულ პოზიციაზე უფრო რო ეგ შემთხვევითი არაა და გასაგებია, რომ იქ ირანის ტერიტორიაზე არის ეს ქურთების დიდი რაოდენობა კონცენტრირებული და ეხა თურქეთის პერსპექტივით არ საწყობს თურქეთს ისრაელ-ამერიკის გაზლიერება. გარდა ეს ანტიისრაელური პოზიციისა, ხო? ერდოღანს ნათქვა მიცაქ, რომ ირანს დაშლიანო ისრაელი მე ჩვენ მოგვადგება. პრაგმატული თვალსაზრისით ერდოღანსაც არ აწყობს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი თურანის პროექტზე უფრო და უფრო მეტი აპელირება ხდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დიდი თურანის პროექტი უფრო მეტად დააწვება სომხეთს ნეგატიური თვალსაზრისით, ვიდრე ირანს. თურქეთს არ უნდა, რომ ირანი ისე შეიკვეცოს, რომ იქ მაგალითად პოტენციურად საფრთხე გაჩნდეს. თუ ირანში დაიწყება არეულობა, ეგ ნიშნავს იმას, რომ ირანში დაიწყება რამდენიმე წლიანი სამოქალაქო ომი, მან წავა აბსოლუტურად განუკითხაობა და ჩნდება შანსი, რომ რა ქვია, ქურთების საკმაოდ დიდმა რაოდენობამ, რომლებიც შეიარაღებულები იქნებიან, ეჭვი არ შეგვეპაროს, განაცხადებენ პრეტენზიას, რომ ზუსტად მაგ რეგიონში შეიქმნება კომენტარებშიც მოითხოვეს და დამოუკიდებელი რესპუბლიკა ალბათ. კი ბატონო.